მე ვარ ლევან ჩიქოვანი 9 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მახსოვს პირველი დღე ვესტ ჯორჯიაში რომ მივედი. ერთი ჩემი კლასელი დამხვდა და საერთოდ არ ვნერვიულობდი. პირველად გავიცანი მწვრთნელი, მერე ბავშვები და მერე დავიწყე ვარჯიში. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლის გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 23 გოლი. 1 გოლი გამომივიდა განსაკუთრებით ლამაზად. პასი მომცეს, მივიღე, კაცი მოვატყვე და დავარტყე. მაგრად დავარტყი და გოლი გავიტანე მარჯვენა ცხრიანში. ისე კარგად დავარტყი, მეკარე არც გაქანებული. ვესტ ჯორჯიაში ჩემი მთავარი მწვრთნელი არის გიორგი ბაღავა. ის არის მხიარული, მშვიდი და თავისი საქმის პროფესიონალი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა მატაობა. გამოსაწორებელი მაქვს ზუსტი პასი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. მე რომ ახლა კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო ბათუმში. მერე გადავალ PSG-ში, მერე ნაპოლიში და ბოლოს მადრიდის რეალში. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მე მაქვს კარგი მონაცემები და შემიძლია ვითამაშო პროფესიონალურ ფეხბურთში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი. დიდი სიამოვნებით ჩავიბარებ და გავწვდნი PSG-ს. ჩემი სკოლა მიყვარს, რადგან მე მყავს კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი გაბაიძე. ყველაზე ჭკვიანია ალექსანდრე გაბაიძე. ყველაზე მშვიდია ელენე ბერიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია დემეტრე ლორთქიფანიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავუცილდი, რომ სხვადასხვა სკოლებში შევედით. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 28 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და თამარს. ჩემს ცოლს დავარქმევ ელენეს. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია თეონა ლორთქიფანიძე, რადგან უყვარს ბავშვები და კარგად ხსნის გაკვეთილებს. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, რადგან მექნება ოქროს დაბადების დღე. მაგ დაბადების დღეზე საჩუქრად ველოდები მადრიდის საგზურს. ისე ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. ჩემი აზრით 22 წლის რომ გავხდები, ვიყიდი შავ BMW-ს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუ, ბებო და 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი ძმა არის 4 წლის, დაქვია აჩი. ის არის ცელკი, მხიარული და ჭკვიანი. ჩემი აზრით აჩი რო გაიზრდება, გამოვა კალათბურთელი. მეორე ძმა არის 8 თვის, დაქვია ილია. ილია არის ცელკი, მტირალა და მჭამელი. ის ალბათ გამოვა მხატვარი. მამიკო არის ჭკვიანი და ჩემსავით სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, განათლებული და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხარჯო. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია საოცრები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი რონალდოზე მაგარი ფეხბურთელი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ალექსანდრე მსახურაძესთან ერთად. ის არის კარგი ადამიანი და ჩემი მეგობარი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, კარგი ოჯახი და დედიკოს ჩაყუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.